ისრაელის არმია ავრცელებს ვიდეო კადრებს თუ როგორ მოქმედებენ ისინი ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ რაფაჰთან. ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების შედეგად ღაზის სექტორის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. მოსახლეობა კი ფაქტობრივად უსახლკაროდ არის დარჩენილი. ამასთან ისრაელი განაგრძობს ავიაიერიშების მიტანას ღაზის აღმოსავლეთ ნაწილზეც. კვირას ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელელთა თავდასხმების შედეგად საავადმყოფოებში 40 ადამიანის ცხედარი მიასვენეს, ასევე დაჭრილია 125-ზე მეტი პირი. ბოლო ინფორმაციით 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასა და ისრაელს შორის დაწყებულ ომს 52535 პალესტინელი ემსხვერპლა, 118000-ზე მეტი კი დაიჭრა. სამინისტროში ამბობენ, რომ თითქმის ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, როდესაც საბრძოლო მოქმედებები განახლდა, ღაზაში 2436 ადამიანი დაიღუპა, 6450 კი დაშავდა. სამინისტრო არ განასხვავებს დაღუპულთა შორის რამდენია მშვიდობიანი მოქალაქე ან ჰამასის მებრძოლი, თუმცა ცნობილია, რომ მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია. 18 მარტს ისრაელის მოულოდნელი დაბომბვის შედეგად ასობით პალესტინელი დაიღუპა. ამით დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის ისედაც მყიფე შეთანხმება, რომელიც შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით იყო შემუშავებული. ისრაელმა პირობა დადო, რომ არ შეაჩერებს საბრძოლო მოქმედებებს, სანამ ჰამასი არ გაათავისუფლებს ტყვეობაში დარჩენილ ყველა მძევალს.